კობახიძემ ისაუბრა იმაზე, რომ სპეციალურად ბლოკავთო იმას, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ ევროპაში წასვლაო განათლების მისაღებად, იმის გამო, რომ ისინი იქ რჩებიანო. ხო და მათ თავი კითხვა ზოგადად ამბავი უნდა იყოს ის, რომ დაუშვა საკუთარ თავს კითხვა, რატომ რჩება სტუდენტი, რომელიც ევროპაში იღებს განათლებას, ევროპაში. რატო არ უჩნდება საქართველოში ჩამოსვლის სურვილი? იმიტომ ხომ არა, რომ აქ რაღაცა ნულოვან პერსპექტივას ხედავს. იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში განათლებაზე მეტად საჭიროა ვიღაც სწორი ნაცნობი ყავდეს და უნარი ქონდეს რაღაცა სწორ ადამიანს მაქსიმალურად ღრმად შეუძრე უკანალში. რათა კონდეს შესაძლებლობა, რომ შენი რაღაცნაირად პოტენციალი, ან რაღაც შესაძლებლობები გამოავლინო. მოგეცეს შანსი როგორც მინიმუმ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ხო არის რაღაცნაირად საქართველოს პრეზიდენტი დღევანდელი. ადამიანი, რომელმაც არ აქვს, დიპლომზე არ მაქვს საუბარი. შეიძლება დიპლომი არ ქონდეს ადამიანს, მაგრამ ნაკითხი იყოს და განათლებული ადამიანი იყოს. ზარქუას ხო აქვს დიპლომი, ზარქუა რო ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, რამე შეიძლებოდა თვისობრივად ან შინაარსობრივად ხო არ. ხო და ადამიანი არის კონკრეტულად ერთგულებით, რაღაცა იმ უნარით, რომ რაღაც არ შეეპასუხოს თავის ბატონს და უპირობო მორჩილებით არის შერჩეული საქართველოს პრეზიდენტად. და ამას ხო ხედავს ყველა. აქ ხალხი ზოგი სწავლობს, თავს იკლავს, ორი დიპლომი აქვს და ტაქსაობენ. და აქეთ არის ყავილაშვილი, რომელსაც აი ნული ცოდნა აქვს. მაქსიმუმ რაზე შეიძლება გესაუბროს არის ფეხბურთი და ფილოსოფია, ოღონდ აი YouTube-ზე ნანახი ფილოსოფია за 5 minutიდან მოსმენილი და რაღაც სიტყვები დამახსოვრებული პერიოდულად ინტერვიუებში, რაც გამოყაროს.